განვითარებაზე და ზოგადად რომ შევაჯამოთ ეს ვიზიტი. ეს ბაქოში გაიმართა მთავრობათა შორის ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა საშუალება პირადად შევხვდებით, გავსაუბრებოდით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ალიევს. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ ძალიან თბილი ახვედრისთვის, ძალიან თბილი მასპინძლობისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ ჩვენთვის ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება, მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადოთ პირადად პრეზიდენტს ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ, ქართული ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში. ქართული ოცნების პოლიტ საბჭოს განცხადება რომ შეაფასოთ კიდევ ერთხელ რომ გითხრათ რა ისეთ მაქსიმუმად მართო გულსამ. რომელ განცხადებაზე? ქართული ოცნების პოლიტ საბჭოს განცხადება, სადაც საუბარი იყო ასევე დიქსტეიზე დიდი ბრიტანეთის. ბოლო განცხადება. კი ბატონო, რაც შეეხება ამ განცხადებას, ნუ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, იცით რომ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და რა თქმა უნდა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბატონ ბიძინეველიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეელახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. თქვენ იცით რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდი ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების განვითარებას და სხვათა შორის ეს აქტები უკავშირდებოდა პირველ რიგში სწორედ საპროცესო ძირითადი უფლებების განვითარებას. და დღეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი მნიშვნელოვანი სული ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. რა თქმა უნდა, ასეთი მოვლენები აკნინებს, უკვე ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც არის აღნიშნული ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა. ბატონო ირაკლი, მე მინდა გითხოთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ცერემონიაზე დასწრება, პოლიტიკური განხილვის თემა. ყოფილი პრეზიდენტი, ასევე ძლიერი საქართველოს ლიდერები იქ იმყოფებიან, თუმცა პარალელურად ცნობილი გახდა, რომ არსებობს ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბილეთის შესყიდვა. არის თუ არა ეს ოფიციალური ვიზიტი და როგორია ჩვენი პოლიტიკური შეფასება? პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220,000 ადამიანი. ეს არის ოფიციალური მონაცემები, რაც არის გამოქვეყნებული. და ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, მას ესწრებიან ამომრჩევლები და მას ესწრებიან კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული ინაუგურაცია, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული როგორც არსებითად ეროვნული დღესასწაული და ეროვნული ღონისძიება. თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ესეთი ადამიანების მოწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რამე ოფიციალურ სტატუსთან და თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220,000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, სადაც არის მათი არჩევანი. გამომდინარე იქიდან, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და გამომდინარე იქიდან, რომ აქ არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა. თავარია რომ ამერიკული მხრიდან, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. პროკურატურის გამოძიებით გაბათილდა ყველა ის ბრალდება, რომელიც ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა მათ პოზიციები ამ დრომდე არ შეუცვლიათ. პარალელურად ნახეთ სახალხო დამცველის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ არის შესაბამისი მტკიცებულებები. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა. ხო, თუ რაიმე ფაქტი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მისვლა პროკურატურაში და შეეძლოთ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ეს ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყოლებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამის დასტურია, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის განცხადებაც, მან ერთი მარტივი რამ მოითხოვა: წარმოადგინონ ფაქტები და მტკიცებულები. ჩვენ ვთქვით ზუსტად იგივეს.
ვითხოვთ ფაქტების, მტკიცებულებების წარმოდგენას, ამის მაგურად ჩვენ ვიღებთ სრულიად აბსურდულ განცხადებებს 300.000, ხან 200.000, ხან 400.000 ხმის გაყოლბებასთან დაკავშირებით და ეს შემდეგ, რაც არავით არის საფუძველი არ აქვს, ეს არის ერთგვარი მითიური განცხადებები და ვერსიები, რომლებიც მოკლებულია რაიმე მყარ საფუძველს და სწორედ ამის გამო არიდებენ თავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროკურატურაში მისვლას. კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიცია არაპირებს თანამშრომლობს კომისიასთან, მათ შორის არის ნაციონალური მოძრაობა, გარდა ამისა დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომ მისი რეჟიმი იყო ასე ვთქვათ პოზიტივზე დაფუძნებული და არაერთი საფუძველი არ არსებობს ამ დაფუძნების შესაძლებლობაზე. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისათვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები. მე ეს ყველას მინდა შევახსენო. გაჩვენა თვითონ საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს. მე მინდა შეგახსენოთ რა არის ეს დანაშაულები, მათ შორის ამ დანაშაულთან ნაწილი, დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის ადამიანების კვლევა, ეს არის ადამიანების წამება, ეს არის ბიზნესის რეკეტი, ეს არის არჩევნების გაყალბება. ეს არის 2008 წლის ომი, ამ ყველაფერთან დაკავშირებით საჭიროა, რა თქმა უნდა, სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით. ჯიმრიშის განცხადებაზე მინდა ვკითხო. Free business პლატფორმაზე ხელმომწერი ბიზნესის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს ამ წუთებშიც მიმდინარეობს შეხვედრა, მსჯელობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს ეკონომიკას, ქვეყნის ეკონომიკას, ამავე შეხვედრაზე იმყოფება ნიკა გილაურიც. შეფასება გვაინტერესებს, ხედავთ თუ არა ამ საფრთხეებს, ზოგადად ამ შეხვედრებს და ბიზნესის რა შეეხება free business, ანუ ბიზნესის თავისუფლებას, ეს არის ქართული ოცნების მონაპოვარი 2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რის მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი, ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ბუნებრივია ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასე დროს მათი მხრიდან free business-ზე და ბიზნეს თავისუფლებაზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი მოვლენა. ბიზნეს თავისუფლების გარანტია არის ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება და რა თქმა უნდა მომავალშიც უზრუნველყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას. ჯიმრიშის განცხადებაზე მინდა ვკითხოთ, ასეთი რამე თქვა, ჩვენ საქართველოში ბოლო დროს იმედგაცრუებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ მგონია, რომ მას სურს. რას ნიშნავს თქვენთვის ხალხის კონტროლის აღება, რატომ მოუწოდებს ამისკენ ჯიმრიში საზოგადოება? ჯიმრიში თავის დროზე მეგობრობდა სააკაშვილის რეჟიმთან, მე მინდა მას მოუწოდო გადააფასო საკუთარი შეხედულებები თუ ამის რესურსი მას გააჩნია. ეს არის ერთადერთი რაც შემიძლია მოთხრა ბატონ რეჟისორს. ბატონო, ბოლოს გითხავთ, რომ კაიროს მსოფლიო ბანკის ახალ მონაცემებზე, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის თითქმის 9%-იანი, რაც ნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია გვაქვს. კი, ჩვენ 2024 წელი დავხურეთ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ამ მაჩვენებლით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, არა მარტო ქართულ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, რაც თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2025 წლისთვის და მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. ბატონო, პრემიერო, გითხავთ, თქვენ საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრეთ, თუმცა აი ამ კონტექსტში დღეს მიხეილ სააკაშვილმა როგორც გითხარით, თქვა სასამართლო პროცესზე, რომ მათი რეჟიმი მთლიანად პოზიტივზე იყო აგებული. როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას იმ ყოველთვის ფონზე, რაც ნახეთ ჩვენ გასული? მე მარტივად მხოლოდ დანაშაულები შემიძლია შეგახსენოთ. მარტო დაახლოებით 150 კაცი, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი, მოკლეს ქუჩაში პირდაპირ.
რაც შეეხება ციხეებში პატიმრების წამებას, არადამიანურ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში გაუპატიურებას, ეს დანაშაული არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც საუბრობს წამების სისტემურ პრაქტიკაზე სააკაშვილის სასამართლოში. ხო, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული. ბიზნესის რეკეტი არის უამრავი ფაქტი. ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ეს არის თვითონ ნაცმოძრაობა, ეს არის ახალი, ეს არის ხაზარაძე. ეს ადამიანები იყვნენ ჩართული უშუალოდ ბიზნესის რეკეტში, რამაც შეეწირა უამრავი ადამიანის, 10,000-ობით ადამიანის არა მარტო საკუთრება, არამედ კეთილდღეობა, შეეწირა ჯანმრთელობა და სიცოცხლეს კი ზოგიერთ შემთხვევაში. არჩევნების გაყალბება მარტო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება რა თქოს, ხო, ტოტალური გაყალბება ხდებოდა არჩევნების მათი რეჟიმის პირობებში და მთავარი დანაშაული ეს იყო მაინც 2008 წლის ომი. მათ აღიარებული აქვთ, რომ თავად დაიწყეს ეს ომი, ამაზე აქვთ ოფიციალური ხელმოწერა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებით. ეს არის საკმარისი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მეტყოლებს იმაზე, რომ აუცილებელია ყველაფრის სათანადოდ გამოძიება. და ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში დავასრულოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგური საფრთხებისგან. მადლობა.